დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ფხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნების 2014-ის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას ჩვენ ამ მიზნით ქრონომეტრის ეთერში შესაძლებლობა გაქვთ მოусმინოთ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ასევე მერობის კანდიდატებს, გაიგოთ მათგან რას პირდებიან მოსახლეობას, როგორ აპირებენ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, ვინ არიან ადამიანები, რომელთათვისაც თქვენი მხარდაჭერა არის აუცილებელი. დღეს ჩვენს ეთერში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ისაუბრებენ, უპასუხებენ ასევე თქვენ შეკითხვებს, ასე რომ დაგვირეკეთ 292 1188 292 1189 ტელეფონის ნომრებზე და თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ თქვენს კანდიდატებთან შეგიძლიათ დასვათ ის პირდაპირ ეთერში. მარშალ ლადო ძნელაძე, ნინო გოგუაძე, რიმა ბერაძე ჩვენს ეთერშია ქრონომეტრი. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ფხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ მე ეკავ ფხოძე გახლავართ ეთერშია ქრონომეტრი როგორც უკვე გითხარით ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები არიან დღეს ჩვენი სტუმრები რადიო იმედი იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას და ჩვენ შევეცდებით რომ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც მოვიწვიოთ ჩვენთან ეთერში მოისმინოთ მათგან რას აპირებენ რას გიპირებენ რა პრობლემები უნდა მოგიგვარონ და მოკლედ ველოდებით თქვენგან ზარებს პირველი ჩვენი ეთერი დღევანდელი იწყება სწორედ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებიდან რა თქმა უნდა ყველას ვერ შევძლებთ რომ მოვიყვანოთ ეთერში, თუმცა შეძლებს დაგვარად ჩვენ გვექნება ჩართვებით იმ ადგილებიდან, სადაც ისინი ხვდებიან მოსახლეობას. ჯერჯერობით ჩვენი სტუმრები არიან ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონი რიმა ბერაძე, მე მას მივესალმები საღამოშიდობის. ასევე დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი ლადო ძნელაძე, საღამოშიდობის და ქალბატონი ნინო გოგუაძე, ის გახლავთ გდანის მაჟორიტარობის კანდიდატი საღამოშიდობის ქალბატონი ნინო. მოდით პირველი კითხვა მინდა ყველას დაგისვათ, დავიწყოთ იქიდან, რატომ ქართული ოცნება და რატომ გადაწყვიტეთ, რომ კენჭი გეყარათ საკრებულოს არჩევნებში, არ ვიცი რომელსაც გნებავთ, ქალბატონო რიმა თქვენი დავიწყოთ მოდით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლობა ის საპატიო ნდობა, რომელიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ გამომიცხადა, რომ ყოფილიყავი ჩუღურეთის რაიონის ნომერ 7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი. რატომ ქართული ოცნებიდან, ქართული ოცნების დაარსების დღიდან მე ვარ მისი აქტივისტი და უკვე მესამე წელია ვარ ჩუღურეთის ქართული ოცნების დემოკრატიული საქართველოს პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამავდროულად ორი მოწვევის არჩევნების პერიოდში ვიყავი შტაბის თავმჯდომარე. ფაქტიურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე მიწევდა შეხება მოსახლეობასთან. მე ვეცნობოდი მათ პრობლემებს და ვცდილობდი პარტიული ორგანიზაციის გადასახედიდან მაქსიმალურად შევძლებოდა იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც მათ წინაშე არის დასმული და დაყენებული. რა თქმა უნდა, ამას მეტნაკლებად ვახერხებდი ჩემი განზომილებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპისათვის მთავარი ამოცანა ის არის, რომ მე ძალიან კარგად ვიცი ჩუღურეთის რაიონში არსებული პრობლემები. მთელი 2 წლის განმავლობაში პარტიული ორგანიზაციაში მოსვლის დღიდან შევისწავლე და გავაკეთე რაიონული პასპორტი, სადაც აღწერილი მაქვს ის პრობლემები, რომელიც თითოეულ ოჯახს თქვენთვის უცხო არ არის ეს მე როგორც უცხო არ არის, დიახ, მე დღეს ფაქტიურად ვფლობ ყველა იმ სიტუაციას, ყველა იმ ქუჩას, ყველა იმ სახლს, თითოეული ადამიანის მაქსიმალურად მეტნაკლებად იმ პრობლემას, რომლებიც მათ აწუხებს. კარგით, მოდით მოვუსმინოთ, თუმცა სმენელი ყავს მე მგონი, ხო? უკვე მოდით არ ვალოდნოთ, ოღონდ ესე უსაქრატო დარეკეს არ ვიცი, მოდით მოვუსმინოთ. გისმენთ საღამოშიდობის. გისმენთ რაცოდი, ხო? გისმენთ ბატონო. ხო. იმერეთიდან გაწუხებ. ყოველდღიური ძალიან უბრალო მოქალაქე ვარ. დიახ. როგორმე მიაწვდით ხმა ივანაშვილს რომ არასანია, ურჯანაძე, სააკაშვილი და შევანდლაძე ერთი ორგანიზმია და ერიდეთ მაგათათქო, გავაგზავნებოდი. კარგი, დიდი მადლობა. ხამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ გასაგებია. ბატონო, მოდით თქვენით დავიწყოთ. რატომ ქართული ოცნება და რატო გადაწყვიტეთ, რომ კენჭი გეყარათ თუნდაც დიდუბის რაიონში? ან საკრებულოს დეპუტატი გამხდარიყავით, გიფიქრიათ ადრე ამაზე, რა მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება? კი ბატონო, კიდევ ერთხელ მივესალმები რადიო მსმენელს.
რა თქმა უნდა ქართული ოცნება იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც კი მოხდა 2012 წლამდე ყველას ისერზე გადაიარა შემილია ამის თამამად თქვა და ის ზალა ვინც ეს მოგვაშორა ყველა საქართველოს მოქალაქეს ქართული კოალიციით მოხდა და ჩვენ არ მივატოვებთ ხალხს იმ დაპირებებში რაც მივეცით ყველა დანაპირებს ბოლომდე მივიყვანთ ეს იყო მიზანი თქვენ ამ გადაწყვეტილების რომ ერთგული ხართ ქართული ოცნების თავითვე და ამიტომ რატომ საკრებულო იქნება ეს კითხვა ძალიან კარგი კითხვა ძალიან სერიოზული გუნდი მოდის ქართული ოცნებიდან საკრებულოში გამოცდილი ყველა მიმართულებით მართალია ქალბატონმა იმამ რომ ქართული ოცნების ყველა შტაბს აღრიცხული აქვს პასპორტიზაცია გაკეთებული ყველა იმ შენობის და იმ ადამიანების ყველა პრობლემა იციან თუ რა არის გადასაჭრელი ეს როგორც ბატონმა ჩვენმა მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა ქალაქის განვითარებული გენერალური გეგმისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და წინ წაწეული საქმეა რომლის გარეშეც პრაქტიკულად თბილისის მომავალი განვითარება არ არსებობს ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული ამ 2 წლის მანძილზე მე ჩართული ვიყავი ამ პრობლემებში მე როგორც გამოცდილი პრობლემების გადამჭრელი შემიძლია ჩემ თავზე ვთქვა რა კუთხით ჭრიდით პრობლემა რა კუთხით და დაწყებული მეცხრე ენერგობლოკი და თბილისის ენერგომომარაგების საკითხი ჩემი გუნდის და ჩემი თაოსნობით კეთდებოდა რომელიც 15 წლიანი პროგრამა იყო დაწერილი და რომელიც თქვენ პროფესიით ეკონომისტი დიახ ეკონომისტი ვარ დიახ და საკმაოდ სერიოზული ტექნიკური გუნდიც იყო შეკრებილი და რომელიც მე შემიძლია ამაყად თქვა რომ ძალიან კარგად შესრულდა და ეხლაც კიდე უნდა გაგრძელდეს ამას ალბათ ნებისმიერი ადამიანი გზნობს თავის თავზე და მე ამაყი ვარ რაც მაგ გაკეთებული ამ ხალხისთვის ძალიან კარგი მოდით ქალბატონ ნინოსთანაც გადავალ შეკითხვით და მსმენელები გყავს კარგით მოდით მოვუსმინოთ და თუ შეკითხვა აქვთ მათ და შემდეგ ქალბატონ ნინო გავიცნოთ გისმენთ საღამშვიდობის გისმენთ მე მინდა რომ დღეს თქვენ გადაცემას უსმენდა მე მინდა რომ მადლობა მოუხადო ქართულ ოცნებას რომ ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა ქალბატონი რიმა ბერაძე ჩვენ როგორც დიდი მადლობა ცხოვრებელი პირადად მე ცნობს მას ვიცი მისი ენთუზიაზმით და აი ხალხში მოსახლეობაში ძალიან დიდი განწყობა და ძალიან დიდი იმედები და მადლობა სულ დიდი მადლობა ზარჯის კიდევ ერთი მსმენელი გისმენთ საღამშვიდობის გაითიშა ხო ალბათ მე ვისურვებდი რომ მსმენელებმა დარეკონ დიდუბის რაიონის ასევე გლდანის და ჩუღურეთის რაიონის ჩვენმა მსმენელებმა მოსახლეობამ და ალბათ უკეთესი იქნებოდა ძალიან კარგია რომ ქალბატონი რიმას რაღაც კომპლიმენტი უთხრეს და მოსწონთ ის მაგრამ კარგი იქნებოდა რა პრობლემა გაქვთ და რა სისურვებდით რომ გამოსწორებული იყოს დედაქალაქში კარგი იქნებოდა თუ ჩვენი ეთერითაც მიაწვდენდით ხმას მე როგორც იცი მაჟორიტარობის კანდიდატებს აქვს შეხვედრები მოსახლეობასთან მაგრამ შეიძლება ყველას ვერ შეხვდნენ ან ყველა ვიცი ხა რადიო მიმღებებთან არის და გვისმენს ასე რომ თავმოც შეგიძლიათ დარეკოთ და თუნდაც უსაყვედუროთ თუნდაც თხოვოთ რაღაც პრობლემის გადაჭრა და არ ვიცი მოსთხოვოთ რაღაცა პასუხისმგებლობა რადგან ისინი აპირებენ რომ იყვნენ საკრებულოს წევრები ქალბატონ ნინო თქვენგან მინდა მოვისმინო რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რას აპირებთ დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მსმენელს ნინო გოგუაძე მოდით მაინც რო გავაცნოთ თქვენ ნინო გოგუაძე გლდანის ერთ-ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარული კანდიდატი ოთხი მაჟორიტარული ოლქია გლდანში და მე ვარ ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქის როგორც მას უწოდებენ ლუცების მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი კი ბატონო დიახ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ზოგადად საარჩევნო პროცესი არ არის ჩემთვის უცხო მე ბოლო წლებია საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდი და სხვა კუთხით მაგრამ მუდმივად ვიყავი ამ ბოლო წლების მანძილზე ჩართული საარჩევნო პროცესებში ჩემთვის ეს უცხო არ არის თუმცა მაშინ ორგანიზებას უწევდი ამ პროცესებს და ეს სხვა მხრივ იყო ჩემთვის ეს
საქმიანობა ნასობი. თუმცა ეხლა არის აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია ჩემი, როდესაც როგორც კანდიდატი ისე ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში. რატომ გადავწყვეტე? იცით რა ის? ალბათ დგება ეტაპი, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, რომ შენ შეგიძლია ემსახურო სხვა ადამიანებს და შეგიძლია შენი საქმიანობა მათი საჭიროებების მიხედვით განსაზღვრო და მათ საჭიროებებს უმარგო. მე ვფიქრობ, რომ თბილისის საკრებულო სწორედ არის ის ადგილი, სადაც შენ შეგიძლია იზრუნო იმ ქალაქზე, სადაც შენ ცხოვრობ. იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებიც შენი მეგობრები არიან, მეზობლები არიან, რომლებიც შენს ქალაქში ცხოვრობენ. თქვენ იქ იმ უბნის მაცხოვრებელი ხართ? მე არ ვარ იმ უბნის მაცხოვრებელი, მაგრამ მე ვარ ამ ქალაქის მაცხოვრებელი. ძირითადად მეტნაკლებად დედაქალაქში პრობლემა ყველა უბანში თითქმის ერთია. რა თქმა უნდა, სპეციფიკის მიხედვით, მე ახლა როდესაც ვხვდები ჩემს სამომრჩეველს, მათ აქვთ განსხვავებული პრობლემატიკა. თუმცა ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები მაინც ერთი და იგივე არის. რატომ ქართული ოცნება? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ კეთილსინდისიერი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება იმას, რასაც პირდება თავის ამორჩეველს და რაც მთავარია, ის არ არის ორიენტირებული მოკლევადიან მხოლოდ ეფექტიან რაღაცა ღონისძიებებს. არამედ პირიქით გრძელვადიან განვითარებაზე, ქვეყნის და ამ შემთხვევაში ის პროგრამა, რაც ქართულ ოცნებას აქვს წარმოდგენილი და რასაც მეც პირადად თავაზობ ჩემს ამორჩეველს, არის ზუსტად მათ საჭიროებებზე მორგებული, გრძელვადიანი, კარგად გააზრებული და კარგად დაგეგმილი პროცესი. რაც შეეხება პროგრამას არის ძალიან საინტერესო, ძალიან ზოგადი ფრაზებით რო არ ვისაუბროთ, ალბათ რაღაცებში მაინც რო დავკონკრეტდეთ და მსმენელისთვის ეს უფრო მეტად გასაგები იყოს, იმიტომ რომ ესე ზოგადი ფრაზებით საუბრობთ წლებია და არ ვიცით ბოლოს რა არის ეს პროგრამა, რა წერია ამ პროგრამაში, რას პირდებით მოსახლეობა, სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდით კიდევ ერთი მსმენელი ყავს. გისმენთ საღამომშვიდობის. ალო, საღამომშვიდობის და ჩუღურეთის რაიონის დევნილი მოსახლეობის სახელით გაწუხებთ მოქალაქე. გვინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ რიმას იმ გაწეული შრომისათვის, რასაც იგი ყოველდღე იღწვის ამ რაიონში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეებისათვის. უსურვოთ მას გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გვჯერა რომ მისი სახით ჩვენს რაიონს ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი ქალბატონი რიმას მიმართ. არა გაქვთ არანაირი მოთხოვნა, თქვა, როდესაც ის დაუშვათ გახდა დეპუტატი საკრებულოში. გაქვთ რამე მოთხოვნა ისეთი მნიშვნელოვანი? არაფერი, მან ძალიან კარგად იცის ჩვენი რაიონის პრობლემები და ვჯერა რომ ის დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. კარგით, დიდი მადლობა. კარგით, სანამ რეკლამაზე გავალთ, რამდენიმე წუთი გვაქვს და ქალბატონი თქვენი ხარდამჭერები როგორც ძალიან აქტიურობენ დღეს და მოდით თქვენ გითხრათ თქვენი პროგრამის თაობაზე და შემდეგ გადავიდეთ სხვა კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ქალბატონო ეკა, მე გეტყვით იმას, რომ თბილისის 10 რაიონიდან ჩუღურეთის რაიონი თავისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მიხედვით თითქმის ბოლო ადგილზეა. იმიტომ რომ ფაქტიურად 80% დაზიანებულია სახლები, ინფრასტრუქტურა მიწისძვრისაგან. არის აქ ძალიან დიდი საუკუნის მქონე შენობა ნაგებობები, რომლებსაც ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა. ესე იგი არის მოსახლეობის 150 ოჯახი რამდენიმე წელია გამოსახლებულია თავისი საკუთარი სახლიდან და მხოლოდ ქირის საშუალებით უხდებოდა მათ ფაქტიურად ცხოვრება და ფაქტიურად ნათელი არ ჩანდა ამ ოჯახებისათვის. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 10 კვადრატული კილომეტრია მთლიანად ჩუღურეთის რაიონი და უამრავი პრობლემა გვაქვს ამ მოსახლეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მე მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. აი ზედა ჩუღურეთში არსებობდა ნომერ 3 საჯარო სკოლა, სადაც დაახლოებით სწავლობდა 700-მდე მოსწავლე იმ რაიონს. და ოპტიმიზაციის შედეგად დაიხურა 5 წლის უკან იაკობ გოგებაშვილის პროგრამით ჩაკეთებული ეს ნომერ 3 საჯარო სკოლა. რამოდენიმე წელია ითხოვს მოსახლეობა ამ სკოლის აღდგენას, მაგრამ რა თქმა უნდა განათლების სამინისტრო ამ საკითხებს ჯეროვნად არ აქცევდა ყურადღებას. რა თქმა უნდა ჩვენი მოსვლის შემდეგ ქალბატონი თამარ სანიკიძის შარევის შედეგად მოხდა ის, რომ უახლოეს პერიოდში აღდგება ეს სკოლა და მოსახლეობა არის ძალიან გახარებული. ჩვენ უკვე დავაყენეთ ჩემი პარტიული ორგანიზაციის მუშაობის პერიოდში, ჩვენ ვიცოდით ეს პრობლემები. ქალბატონ თამართან დავაყენეთ ეს საკითხები და უახლოეს პერიოდში გადაწყდება ეს საკითხები აუცილებლად, სადაც მოსწავლეებს 2 ტრანსპორტი
პროექტი თუ ხდებოდა სხვადასხვა სკოლაში გადაყვანა. ფაქტიურად კი შენობა დგას და არ ემსახურებოდა ამ ბავშვებს. ამავდროულად მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის, რომ ჩვენ 1 ოქტომბერს მივახციეთ თავისუფლებას და მე მიმაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის 15 ივნისს ქალაქ თბილისში შემოვა ქართული ოცნება და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ კეთილდღეობას. კარგით, მსმენელი ყავს 2, მოდით მოусმინოთ. მის რეჟისორი მთხოვს რომ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, მაგრამ ჯერ მოусმინოთ მსმენელებს და შემდეგ გავცეთ რეკლამის შემდეგ მათ კითხვებს პასუხი გისმენთ. თუ შეკითხვა გაქვთ ან რამე გაწუხებთ, გითხარით, გისმენთ. ალო. დიახ. მოგესალმებით. გამარჯობათ, ეთერში ხართ. ქალბატონო მეკა. დიახ. მე თქვენი აქტიური მსმენელი ვარ თქვენ რადიოში. დიახ. აი ახლა რა ზარებით შემოდის? დიახ. არასდროს არ გამიგია მაგათი ხმა. მე რეგიონიდან ვეკავ, ქალაქიდან არ ვეკავ. და არც ბავშვი ვარ, რომ მე ამას ვერ მივხვდე. ესენი არიან უკვე წინასწარ დამოძღვრილები და რეკავენ, ნუ აი ვითომ ესე რა პინდათ ესეთი თვათ მაგცეობა გენაცვალე. ატო გინდათ. კარგი, გასაგები, დიდი მადლობა ზარისთვის. მე არ ვიცი აქ ვინ რეკავს, ეს ჩემი პრობლემა არ არის ნამდვილად, ვისაც აქვს სურვილი ის რეკავს და იცით რომ აქ ჩვენ ზარებს არ ვფილტრავთ. გისმენთ საღამომშვიდობის. ალო. დიახ, გისმენთ. გენაცვალე, ჩვენ ჩუღურეთის რაიონიდან ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა სახელით გაწუხებთ. ქალბატონო რიმა, თქვენ გენაცვალეთ, თქვენი ჭირიმე შანტახის დასახლებიდან გაწუხებთ იმ ზრუნველობისთვის, იმ ყურადღებისთვის, რასაც თქვენ იჩენთ და ჩვენ ძალიან ხმად ვართ დარწმუნებული, გახარებულები ვართ, რომ თქვენ ზანდებით ჩვენი რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი. დიდი მადლობა, რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ეფხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, გადაცემის მეორე ნაწილია. ჩვენ ყავს მაჟორიტარობის კანდიდატები სტუმრად, დიდუბის რაიონის, გლდანის და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ქართული ოცნებიდან. რამდენიმე წუთი მინდა დავუთმო იმ პროგრამას, რომ მოსახლეობისთვის იყოს რაღაცნაირად ნათელი, რას აპირებენ ეს ადამიანები. ბატონო, მოდით თქვენ გისმენთ დიდუბის რაიონში, რა პრობლემებს აწყდებით და როგორია თქვენი პროგრამა? ჩვენ სანამ პროგრამაზე გადავალ, მე მინდა ეხლა ძალიან წვიმა იყო, მე ვიცი რომ დაზიანებები მოხდა ეხლა და მინდა გამგეობას მოუწოდო რომ მივიდენ ადგილებზე, ვიცი ფოთის ქუჩაზე პრობლემებია, ჭერი ჩამოენგრა, წყალი შეუვიდა წინამძღვრიშვილზე, წერეთელზე და მოუწოდებ გამგეობას რომ მივიდენ დროზე რეაგირება გააკეთონ. და ის საკითხები რაც მათ ევალებათ, ნუ აბრალებენ პარტიულობას, ეს მათი ვალია, ეს ყველაფერი ხალხის სახსრებით კეთდება შენატანით ბიუჯეტში და ამიტომ ეს ხალხო თქვენი ფულია იცოდეთ და არავინ არ დაგამატლოთ არაფერი. აი ეს არის ჩვენი პროგრამა. გზა ძირითადად იქ ხო? ეს არის ხალხთან სახური არის ჩვენი პროგრამა. ჩვენი პროგრამა არის კეთილდღეობა ყველა ოჯახს და რას ნიშნავს ეს? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანისთვის, აი მოქალაქისთვის თბილისში კეთილდღეობა? რას ითხოვენ თბილისელები? ზედად უამრავი პრობლემაა, ხო? ყველა უბანს იგივე პრობლემა აქვს, თქვათ მთელ თბილისს მე არ მინახავს, რომ სადმე ასეთი პრობლემები არ იყოს. რას ნიშნავს ეს კეთილდღეობა? აი რას გულისხმობთ ამაში? კეთილდღეობას გულისხმობ, როდესაც შენი კონსტიტუციური უფლებები დაცულია, განათლების, სამსახურის. კიდევ? როგორ გითხრათ, ახლა მე ცოტა არა ვარ გაწი. კი, არა, მეც, მაგრამ საკრებულოს წევრი უნდა იყოთ, ხო? აი, ასეთ შემთხვევაში რა იქნება თითოეული მოქალაქისთვის თქვენი დანაპირები, რომ ეს კეთილდღეობა რითი სრულდება? შეიძლება მე არასწორად ვსვავ კითხვას, მაგრამ თუნდაც ამას პირდებით ადამიანებს, რას პირდებით ლოკალურად? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროგრამაში არის გაწერილი, რაც ეხება ამ წუთში, მოდი მე ვისაუბრებ საკრებულოს, რაც ეხება და თბილისის მერიას და არ გადავალ სხვის კომპეტენციებში. ეს არის რა თქმა უნდა სანიაღვრეები, მოშლილი კანალიზაციის სისტემები,
გადახურვები, ფუნდამენტები, მიწისქვეშა დარღვეული კომუნიკაციები, რომელიც ყველაფრის საწყისია აღმაშენებელზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ეს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემაა. თანაც ისტორიული ნაგებობებია იქ, რომლის დაანგრევაც მე აი როგორ გითხრათ რა ვერ წარმომიდგენია და ალბათ ყველაფერს გავაკეთეთ რომ ეს ძირფესვიანად დაარჩეს ეს სიმდიდრე ეროვნული თავის ადგილზე და მომავალმა თაობებმა უყუროს ამას და ამ სიკეთით ისარგებლონ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ტურიზმზეც აისახება, პროგრამაში ძალიან კარგად არის ეს ერთმანეთზე მიბმული ბატონ დავით ნარმანიასი, რომელიც რომ პრობლემა იყო დღეს ხალხისთვის ეს სიკეთეთ გადაიქცევა ხვალ რომ ამ შენობებში ცხოვრობენ და იმიტომ რომ ეს ტურიზმის ერთ-ერთი როგორ გითხრათ განუყოფელი ნაწილია რომ იქ არავინ არ ჩამოდის ახალი შენობების სანახავად ყველა საინტერესოა და სულ სხვა თვალით მაქვს შეხედილი ამ ყველაფერზე მე და ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავ განსაკუთრებით ისტორიულ უბანში მაცხოვრებელი ხალხისთვის ის უბედურებები რაც ქონდათ ყოველდღიური ცხოვრებასთან მიმართებაში ბედნიერებად გადაიქცევა. კი ბატონო, ქალბატონინო, იქნებ თქვენს გითხრათ. გლდანს რაც შეეხება, არის იდენტური რაც ბატონმა ლადომ. კი, აი ბატონო ლადო რაზეც საუბრობდა, ეხლა აი გამგეობასთან დაკავშირებით რომ მიმართავდა რომ აი ამ წვიმამ რაღაცა პრობლემები გამოიწვია, ეს არის არა მხოლოდ დიდუბის რაიონის პრობლემა და იქ მაცხოვრებლების პრობლემა, არამედ მათ შორის გლდანშიც რა თქმა უნდა და თბილისის ყველა უბანში ძირითადად მეტნაკლებად. იცით რა არის? აი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რა არის კეთილდღეობა და რა არის ჩვენს პროგრამაში ისეთი, რომელიც აი ამ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ადამიანების. იცით რა არის? ეს პროგრამა მორგებულია საზოგადოების ყველა ფენაზე, სოციალურად დაუცველებზე, დევნილებზე, ნებისმიერ ადამიანზე, ამ ქალაქის მაცხოვრებელზე. მინდა რამდენიმეზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემის აზრით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი სოციალური ჯანდაცვის და სოციალური დახმარების პროგრამები და მთელი 4 წლის მანძილზე ეს შეადგენს 800 მილიონ ლარს, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის და ჯანმრთელობის დაცვისთვის დაიხარჯება დედაქალაქში. მნიშვნელოვნად დაეთმობა ყურადღება ეკოლოგიურ საკითხებს ქალაქის, იმიტომ რომ მიცით რომ ამ მხრივ ძალიან პირდაპირ ეს ამბობ კატასტროფული მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქში. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დევნილებს, იმიტომ რომ იცით ალბათ რომ თბილისის თითქმის ყველა უბანში არის დევნილთა დასახლებები და მათ ძირითად შემთხვევაში გარდა იმისა რომ ძალიან რთულ და მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, სადაც ცხოვრობენ ის ფართებიც კი არა აქვთ დაკანონებული, აქვთ კანალიზაციის წყლის, შუქის, გაზმომარაგების ყველაფრის პრობლემა, რაც კი პრობლემა საყოფო ცხოვრებაში შეიძლება გქონდეს ადამიანს. მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ჩვენს პროგრამაში ახალგაზრდებზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, მათთვის იმ გარემოს შექმნაზე, რომ მათ ჯანსაღ ცხოვრების წესს შეეწყოს ხელი. იქნება თბილისის ყველა უბანში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები, სადაც იქნება სხვადასხვა წრეები. ეს იქნება ჩვენი მიზანია რომ ეს იყოს ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი და ახალგაზრდების შეხვედრის ადგილი, ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის ადგილი. მე, როდესაც დავდივარ გლდანში მოსახლეობას ხვდები, თითქმის ყველა უბანში მეუბნებიან, რომ მათთვის ძალიან პრიორიტეტულია ბაღების, სკვერების და ასეთი სპორტული კომპლექსების მათ შორის მოედნების კონაც. დიახ, ეს ყველაფერი სწორედ არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მე ძალიან დიდ როლს ვხედავ, მათ დიდ როლს ვხედავ აი ამ თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეში. მაშინ ჩართულობის თვალსაზრისით და მინდა გითხრათ, რომ ახალი ცვლილება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შევიდა, ეს ჩვენი ახალი კოდექსი ძალიან მნიშვნელოვნად ზრდის თვითონ მოქალაქეების უფლებებს, რომ იყვნენ ჩართული თავიანთი თვითმმართველობის საქმიანობაში. ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ აი ეს გამოხმაურება არის ჩემის აზრით ხალხში და მე ვფიქრობ, რომ ისინი იმდანაც აქტიურები არიან ეხლა აი ამ პრობლემებით და აი ამ პრიორიტეტებს ისე ალაგებენ თვითონ, რომ მე ვფიქრობ, რომ ისინი ნამდვილად არ აპატიებენ იმ ძალას, რომელსაც ისინი დაუჭერენ მხარს, რომ ეს ყველაფერი არ შეასრულოს. ამიტომ მე ვგზნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იმის წინაშე, რასაც ვპირდები ამ ადამიანებს და რაც შემდეგ 4 წლის მანძილზე უნდა შევასრულო. ამიტომ აი ეს არის
არის ძირითადად რაც შემიძლია ჩვენს პროგრამასთან დაკავშირებით გითხრათ, თუმცა აქ არის ძალიან დიდი ჩამონათვალი, ეს არის ქალაქის გამწვანება, ეს არის დედაქალაქის დაცვა უპატრონო ძაღლებისგან და ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღეს პრობლემატური არის. იგივე დასუფთავების პრობლემა, ნარჩენების გატანის პრობლემა, გლდანში აი ძალიან პრობლემურია ეს საკითხი, არის ესეთი თავმოყრილი ნარჩენები, რომელიც არავის არ გააქვს სამწუხაროდ, არ ვიცით რატო რა მიზეზებით. დღეს მითხრეს რომ არის ძალიან ბევრი სახლი, რომელსაც სახურავის პრობლემა აქვს, წყალი ჩასდის. წესით ეს პრობლემები არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამის თანხები დღესაც დგებს მერიის ბიუჯეტში, მერიას უნდა მიეღო ზომები, რომ ესეთი საკითხები არ დამდგარიყო, როგორც პრობლემა დღეს დედაქალაქის მოსახლეობისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ ჩემის აზრით, სადღაც ნებაცარიყო. საინტერესოა, სამივე კანდიდატს მინდა ეს უთხრა და ვკითხო, იმიტომ რომ მეც ამ ქალაქის მაცხოვრებელი ვარ და მე პოტენციური ამორჩეველი ვარ. როდესაც ვირჩევთ დეპუტატს ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგ მას ვეღარ ხედავთ უბრალოდ და არ იცის მოსახლეობამ ნებისმიერ პრობლემაზე, რაც მას აწუხებს, ვის უნდა მიმართოს, სად უნდა წავიდეს, რა უნდა გააკეთოს, მათ აქვს შესაძლებლობა თუ საკრებულოს ხდომა და იქ აუცილებლად ჩხუბიან რაღაც ხდებოდა, ამ შემთხვევაში ხედავდა მის დეპუტატს. ხო, უბანში შემდეგ რატომღაც ეს ადამიანები არ ჩნდებიან. როგორი იქნება თქვენი მიდგომა ამ საკითხისადმი, იმიტომ რომ მოსახლეობას რაღაცნაირად ალბათ როცა გირჩევთ ის ადამიანი, მათ ითხოვს, მათ აქვს გარკვეული მოთხოვნები და თქვენ ვალდებულები არიან დეპუტატები, რომ ეს მოთხოვნები იმ 4 წლის მანძილზე მინიმუმ დააკმაყოფილონ. მაინტერესებს როგორია თქვენი მიდგომა. მოკლედ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ მე მინდა რომ თქვენს კონკურენტებზეც კითხოთ ერთი-ორი. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ძალას, რომლის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და მისი კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ხვდებით ამომრჩევლებს, ზუსტად ქალბატონო ეკა, აი ეს შეკითხვები არის, რომ ჩვენ მირჩევთ ადამიანებს, ყველაფერს გვპირდებიან, მაგრამ ისინი შემდეგ იკარგებიან. მე პირადად ვდებ პირობას, რომ ჩვენს პირობებში ხელისუფლება იყო ხელისუფლებისათვის და ხალხი იყო საერთოდ მიტოვებული. ბიუჯეტი მთლიანად იყო 8,555,000 ლარი ჩუღურეთის რაიონის მაგალითიდან, ფაქტიურად იყო სხვადასხვა მიმართულებით ორიენტირებული და ის არ იყო მიმართული ხალხის კეთილდღეობისათვის. მე ვპირდებით ჩემ ამორჩევლად, ჩვენ გვექნება ჩემი არჩევის შემთხვევაში, გვექნება ჩვენ მაჟორიტარის ბიუროები, სადაც მე ვიქნები პირადად ჩუღურეთის მოსახლეობასა და საკრებულოსა და ბატონ დავით ნარმანიას შორის ხიდი ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ფაქტიურად დღეს ჩვენ გვიდევს მაგიდაზე და ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება იმ ადამიანების კეთილდღეობა, იმ ადამიანების გვერდში დგომა და პირადად ჩემი შვილის, ხვალინდელი საქართველოს, ხვალინდელი ბედნიერი დღის, ჩვენი მომავლის გვერდზე დგომა და ჩემი ქალაქის, ჩემი რაიონის კეთილდღეობა. ბატონო, თქვენ რას აპირებთ? მე რა თქმა უნდა ბიურო მეც მექნება, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, რომ მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ და ომში არ მიმიტოვებია მეგობრები და ხალხი არ მიმიტოვებია. დღეს ისე ამ შეხვედრებით ისე დავმეგობრდი ამ ჩემ ამორჩევლებთან, ძალიან შემიყვარდა და დავმეგობრდი პირდაპირ უკვე დარეკვები გვაქვს ერთმანეთთან მოკითხვები და მეგობრებს ჩვენ არ ტოვებთ არსად, ერთად გავაკეთებთ, მით უმეტეს შენებაში მეგობრების დატოვება როგორ შეიძლება. გავწინო. იგივე აზრს გავაგრძელებ, დიახ, მაჟორიტარებს ექნება თავისი მე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ შორის მექნება ჩემი ბიურო, გლდანის იმავე ოლქში, საიდანაც უნდა რომელმა მოსახლეობამ უნდა ამირჩიოს და მე მექნება მუდმივი კავშირი ჩემს ამორჩევლებთან. თავარი იცით რა არის? გარდა იმისა, რასაც აკეთებს საკრებულო და გარდა იმისა, რა პროგრამებიც აქვს და პროექტები მას გათვალისწინებული და ქალაქის მერიას, თბილისის მერიას, ამ სიკეთეების შესახებ უნდა იცოდნენ კიდეც ამორჩევლება. ხშირ შემთხვევაში ესეც არის პრობლემა, რომ მათ არ იციან, რითი ეხმარებათ, რა შეიძლება მათთვის გააკეთოს და რა თანხები არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მათ რაღაცა თავიანთი შედეგი ნახონ, აი ამაზე თავიანთი სარგებელი ნახონ. ბოლო წუთები გვაქვს და კონკურენტების შესახებ მინდა კითხოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ოპოზიციაც იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ხო? ასევე ნაციონალური მოძრაობა არის საპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატები, არ ვიცი თქვენს უბნებში არიან თუ არა ისინი უკვე დასახელებული. ჩვენს ეთერში აუცილებლად იქნებიან ეს კანდიდატები, მსმენელებს აქვე ვუბნები და მათაც გავაცნობთ, მაგრამ საინტერესოა, ვინ გესახებათ უფრო მეტად კონკურენტებად, თუ ვთქვით, რომ ქართული ოცნება უკონკურენტოა და შეძლებთ ამ არჩევნებში. დიახ, ეხლა რაც არ უნდა ხმამაღლად ნათქვამი არ იყოს ეს ჩემი განცხადება, უკონკურენტო ადამიანი ცოტა ცუდი სათქმელია, მაგრამ ამ ეტაპზე ის ვინც დასახელებულია, მე ჩემ კონკურენტთან არ მიმაჩნია, ჯერჯერობით
არის ნაციონალური მოძრაობის მომქმედი ამ წუთას მოქმედი გამგებელი დავით დაღელაშვილი, ის არის ჩემი კონკურენტი, მაგრამ მე ვფიქრობ ჩუღურეთის მოსახლეობას. ეხლა მას აქვს ძალიან კარგად გაჩაღებული კამპანია, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის დანხებით აგებს გზებს, აკეთებს ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, მას ამისთვის ძალიან დიდი დრო ჰქონდა გასული 3 წლის განმავლობაში, მას ყოველივე ეს უნდა გაეკეთებინა და ეს რო ყოფილიყო სწორად მიმართული თანხები, ეხლა რა თქმა უნდა არ იქნებოდა გაჩაღებული ეს კამპანია, ეს ყველა მიცის, აი ამას ამომრჩეველიც გრძნობს და მე ვფიქრობ, მე პირადად მაქვს როგორც ფეხბურთის მოედანი, მე წესიერი თამაშით ვთამაშობ ჩემს ოპონენტთან და მიმაჩნია რომ ისიც წესიერი თამაშით მეთამაშება მე. ჯერჯერობით სხვა კანდიდატი არ არის და ჩემთვის ცნობილი არ არის. დიახ. თქვენთვის ვინ არის ოპონენტი, როგორ ფიქრობთ? ვინ გესახებათ რომ არის ყველაზე ძლიერი კონკურენტი თქვენთან? ალბათ კონკურენცია გაკეთებული საქმეების მიხედვით უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა, მე ჩემს სურს უკან საკმაოდ სერიოზული საქმეებია გაკეთებული თბილისისთვის. მაგრამ ადამიანები, ვინც გამგეობაში მუშაობენ და ვინ თავიანთ სამსახურეულ მოვალეობას ასრულებენ და თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ის ამითი უნდა შემოვიდნენ პოლიტიკურ კონკურენციაში, რაშიც ხელფასებად ისინი კონკურენტები. გაკეთებული საქმეებს ვიძახი მე იმ ადამიანებს, მათ გაკეთებულ საქმეებს როგორ ჩანს. კარგი და ოპოზიცია არასაპარლამენტო ჯერჯერობით არის თქვენს უბანში დასახელებული. საქმიანი იქნებოდა და მართებული რომ 16-ში გველაპარაკა ვინ არიან ჩვენი კონკურენტები, როცა ოფიციალურად დასახელდა. იცით, მე მხოლოდ სახელები და კვერები ვიცი მათი. ვინც არიან დასახელებულები, მაინც არაფერს არ მეუბნება ეს სახელები და კვერები. სიმართლე გითხრათ, არც არ შემხოდრიან გლანში, მაინც მოსახლეობასთან შეხვედრის თვალსა. ამიტომ როგორია მოსახლეობის საინტერესოა, თქვათ ფანტასტიკური. დადებითია განწყობა, დიახ, განწყობა დადებითია, მოლოდინიც არსებობს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაც არის, ეხლა რეალობასთან ჩვენ ახლოს მივიდეთ მოსახლეობას, მაგრამ ჩვენ ვარწმუნებთ, რომ ფაქტიურად ქალაქ თბილისში ქართული ოცნება არ შემოსულა, იმიტომ თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქალაქ მერიას ვინ ფლობს და 10-ვე რაიონული გამგეობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებით არის დაკომპლექტებული. ამიტომ ჩვენ ზუსტად 15 ივნისს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მოვდივართ, იმიტომ რომ ცვლილებები მოხდეს და მოხდეს იმის რომ 16 ივნისს საქართველოს და განსაკუთრებით ქალაქ თბილისის მოსახლეობა იზეიმოს ის რომ ქართული ოცნება მოვა თვითმმართველობის ხელისუფლებაში თავისთავად ცხადია და მოვა თავისთავად ცხადია კეთილდღეობა და ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ აბსოლუტურად 10-ვე რაიონის 25-ვე მაჟორიტარი დეპუტატი რომ ეს კეთილდღეობა თითოეულ მათგანს ვაგრძნობინოთ. თუ გინდათ ბოლო სიტყვა რამე უთხრათ თქვენს ამორჩეულს, იმიტომ ჩვენ გაცემთ რომ უკვე ამოიწურა, ცოტა გადავაცილეთ. დიახ, 2 წუთით მე მაქვს აი ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, მაქვს იმისი განცდა, რომ ამორჩეველი არის იმედით განწყობილი, რომ ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და 15 ივნისი იქნება ის მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც თბილისელები, ადგილობრივი დედაქალაქის მაცხოვრებლები შეცვლიან თავის ადგილობრივ ხელისუფლებას და აირჩევენ იმ ადამიანებს, რომლების მიმართაც აქვს დიდი ნდობა. და ეს იქნება ქართული ოცნება, ეჭვიც არ მიბარებ. სიკეთე და კეთილდღეობა ყველა ოჯახში შევა. ჩვენი მთავარი ამომავალი არის ადამიანი და მისი კეთილდღეობა, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპებით ის რაც იყო იმ 4 წელში დაპირებული შესრულდება. კარგით, გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. გისურვებთ წარმატებები და ასევე თქვენს ამორჩეულს მინდა რომ პირველ რიგში ვუსურვოთ წარმატება, რომ ღირსეული კანდიდატი შეერჩიოთ მათ და ყოფილიყვნენ მაყოფილები იმ წლების მანძილზე, რა წლებით მოგიწევთ ალბათ ვინც შევა საკრებულოში მუშაობა. მსმენელებს შევახსენებ, რომ ლადო ძნელაძე, ნინო გოგუაძე, რიმა ბერაძე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები, გლდანი, ჩუღურეთი, დიდუბის რაიონების გახდნენ დღეს ჩვენი სტუმრები. შეძლების დაგვარეთ შევეცადეთ რომ გაგვეცნო ისინი თქვენთვის, ჩვენ მთელი კვირის მანძილზე სხვა პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატებიც გვეყოლება ეთერში, ასე რომ ვისაც მოვახერხებთ, რა თქმა უნდა, ყველა რაიონს ვერ შევძლებთ და მომდევნო კვირიდან უკვე მერობის კანდიდატები იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები, ყველა სათითაოდ იქნება წარმოდგენილი, ასე რომ გვისმინეთ აუცილებლად. შევხვდებით ერთმანეთს ხვალ 6-ის ნახევარზე, გემშვიდობებით ნახვამდის. დროა გავიგოთ. დროა ვიმშელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები.
Talk show ქრონომეტრი. ეკავებ ხოძესთან ერთად. რადიო იმეცე.